საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612 მილიონ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, სკოვს, ეგრეთ წოდებულ საწრუფს, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც ჯამურად 4-დან 6,000 ტონამდე პლასტიკს შეადგენს. პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოს დაცვით გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მინისტრის მოადგილეები ბიზნეს სექტორის, მათ შორის ჰიპერმარკეტების, ქსელებისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და შეხვედრაზე ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქციის აკრძალვის საკითხზე. აქ ბუნებრივია საუბარი ისეთ პროდუქციაზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და უშუალოდ არის შემხებლობაში სურსათთან და დღეს ჩვენ ქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ვისაუბრეთ იმ აკრძალვებთან მიმართებით, რასაც სახელმწიფო გეგმავს ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქციის ნაწილში და ჩვენ ფაქტობრივად შევთანხმდით გარკვეულ ჩამონათვალზე იმ პროდუქციისა, რომლის ჩანაცვლებაც უფრო ეკოლოგიურად სუფთა და სურსათისუნებლობის კუთხით სუფთა პროდუქციით გაცილებით მარტივი იქნება, თუმცა არის გარკვეული გამოწვევები, რაც დაისვა ბიზნესის მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ახალი სტანდარტების შემუშავების დროს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ იმ გამოწვევებს და იმ, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს, რაც დაისვა სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლების მიერ დღევანდელ შეხვედრაში.